თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. ცოდვა გამხელილი ჯობს. ვერ ვკითხულობ გრძელ პოსტებს, არავის ეწყინოს, მაგრამ მეტი საქმე არ მაქვს ახლა. ვის ბავშვ რამდენი კიჭი ამოვიდა და ვიღაც 25 წლის წინ რომ დედა გახდა და რამხელა გახდი შვილო მიყვარხარ დე წავიკითხო. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. სამაგიეროდ ვაგროვებ სულელურ განცხადებებს, გიჟდები სულელურ განცხადებებზე. იყო ჩემს ბავშვობაში ასეთი განცხადებები: ყვითელი ფერის ტაქსში, რომელსაც მართავდა შავი მძღოლი, დამჩა საფულე, პოვნელი დასაჩუქრდება. ისეთი უფურობა და შიმშილი იყო, არ ამგონია ვინმე ამ ჯილდოს ხათრით ისაფულე გამოეჩინა. მაშინ კი არა, ახლა არავინ დაგიბრუნებს ფულს. ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი საუკეთესო განცხადებების ტოპ 10-ული შევადგინე, რომელსაც აუცილებლად წარმოგიდგეთ. მაშასე დავიწყოთ მე-10 ნომრიდან, ანუ ბოლოდან. ნომერი 10. ვარ ჩემ ბუასილს დაჟინებული მზერით. ნახლა ეს განცხადება თავის თავში მოიცავს სახალხო მკურნალობას, ალბათ იოგას და მედიტაციასაც. რანაირად უნდა მოარჩინო ეს უმწვავესი დაავადება, დაჟინებული მზერით ჩემთვის დღემდე გამოცანად რჩება. ნომერი 9. გადავცვლი ბინას ტყიბულიდან თბილისში. თუ თბილისის ფართი ჩემს ბინაზე დიდი იქნება, შესაძლებელია ფულის დამატებაც. აი როგორი ნაგლი უნდა იყო ტიპი, რომ ეს განცხადება გამოაკრა. რატომღაც ვინმე რომ გადაცვალოს თბილისიდან ტყიბულში ბინათა ფულის დამატების იდეასაც რომ განიხილავს. მოლაპარაკებების საგანიაო. ნომერი 8. გაგიბოზდათ შეყვარებული, გაუბოზდით თქვენს. შვენიერი სლოგანი და მოწოდება. ნომერი 7. იყიდება ცისანა სეფიაშვილის სახლი. ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი განცხადება. ზუსტად 5 წელი ყიდდა ცისანა სახლს. ცნობისათვის სახლი უკვე გაყიდულია, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის იმასთან, რაზეც ახლა ვსაუბრობ. ანუ ტიპი ყიდის სახლს და ის რომ თვითონ ცხოვრობდა გქონია რომ უფრო გაყიდის ძვირად. ან უფრო მეტი კლიენტი გამოჩნდება. ნუ არ ვიცი, მაგ დროს ას ფიქრობენ რა მარკეტინგული გათვლა, მაგრამ ფაქტია რომ მსგავსი პასაჟები კლიენტებზე მუშაობს, იპყროს მათგულებს. ნომერი 6. ვცლი კარადას თოფში. აუ ეს განცხადება ჩემი ფავორიტია და ძალიან მომწონს. ის მაინც რომ გამაგებინა, რა ლოგიკური ჯაჭვით მივიდა იქამდე, აზროვნებას დიდ სამსახურს გავუწევდი. ანუ აქვს კარადა, რომელიც არ ჭირდება არაფერში და უნდა თოფი. ნომერი 5. ფარული შეხვედრებისათვის გავიცნობ ქალს, რომლის სანათესაოს ევროპასთან აქვს კავშირი. ყველაფერი გავიგე ფარულობის გარდა, ანუ ტიპს ჭირდება საყვარელი, რომელსაც მისი ქმარი ან დედა ან ოჯახის რომელიმე წევრი ფულს უგზავნის საბერძნეთიდან, იტალიიდან, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ფარული შეხვედრებისთვის. პრინციპში იშოვის, ასეთ ქალსაც იპოვი და კაცსაც. ნუ კაც უფრო. ნომერი 4. ვეძებ დამლაგებელს, არ უნდა კონდეს სოფლური კილო. ამ განცხადებასაც მესმის რაღაცნაირად წამოსული ადამიანი თავად სოფლიდან და არაფრით არ უნდა ახლა იმავე კილოზე გადავიდეს მომენტალურად, რომელსაც ადვილად ითვისებს. ნომერი 3. ვასწავლი ფანდურს სახლიდან გაუსვლელად. რაღაც უცნობი ვერსია ვცდილობ გამოვიცნე, ანუ დიაგნოზი და მკურნალობა ტელეფონით გამიგია. სექსი ტელეფონით გამიგია, ეს ფანდურზე დაკვრა და დისტანციურად აშკარად სხვა არის. ნომერი 2. იყიდება სახლი გირჩის მურაბა და ფიჭვის მტვერი. სასწაული განცხადებაა, კაცი ყიდის გირჩის მურაბას, ფიჭვის მტვერს და სახსაც მიაყიდის თუ მაინდა-მაინც. და ბოლოს ნომერი 1. ჩვენი ტოპ 10-ულის გახლავთ შემდეგი განცხადება. ყიდი ნოლადის ადინაცატის მატორზე. არაფერი არ ჭირს. მეტი რაღა უნდა ჭირდეს. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.